გარემოს დაცვის სამინისტრომ დამატებითი ფუნქციები შეიძინა უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც 14 მაისიდან სამინისტროს რეორგანიზაცია მოხდა. რას გულისხმობს ცვლილებები, ახლა ამას გარემოს დაცვის მინისტრი კურიერის ეთერში თავად განმარტავს. მოგესალმებით საღამომშვიდობისა ქალბატონო ხათუნა. საღამომშვიდობისა მოგესალმებით. ქალბატონო ხათუნა, თქვენი უწყება გარემოს დაცვის მართვის გარდა უკვე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მართვასაც გაუძღვება. ანუ თქვენ სამინისტროს გადმოეცა სატყეო სექტორის მართვა ენერგეტიკის სამინისტროდან. რა იყო ამის მიზეზი და რა მნიშვნელობა აქვს ამ საკანონმდებლო ცვლილებას? მოგეხსენებათ, რომ 2011 წელს მარტში მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები, რის მიხედვითაც ეს ფუნქციები, ბუნებრივი რესურსების მართვასთან დაკავშირებული ფუნქციები გადაეცა ენერგეტიკის სამინისტროს. ასევე ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა იმ პერიოდში გარემოს დაცვითი ინსპექცია, რომელმაც 2 თვეში განიცადა ლიკვიდაცია. ანუ ის, რომ ეს ფუნქციები გარემოს დაცვის სამინისტროს უბრუნდება უკან, არის ძალიან ლოგიკური. გამომდინარე იქიდან, რომ ბუნებრივ რესურსებზე როდესაც საუბრობთ, ეს არის წიაღისეული, მიწისქვეშა წყლები, ტყის რესურსები, გამომდინარე იქიდან, რომ ტყე არაფრით არ შეიძლება იყოს განხილული მხოლოდ როგორც ენერგეტიკული რესურსი, ტყე არის ეკოსისტემა, მას აქვს უამრავი სოციალური გარემოს დაცვითი ფუნქციები. ეს არის ძალიან ლოგიკური, რომ ეს ფუნქცია დაუბრუნდეს გარემოს დაცვის სამინისტროს. სწორედ ამ ლოგიკურობის აღდგენას ემსახურებოდა ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გატარდა 2-3 თვის წინ, უბრალოდ 1 თვის წინ შევიდა პარლამენტში და მოხდა მათი დასრულება, მისი მიღება, მაგრამ ეს კანონები ძალაში შევიდა 14 მაისს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რის შედეგადაც მიიღეთ სამინისტროს ახალი სტრუქტურა. პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენ გაგეკისრათ სატყეო სექტორზეც, ბუნებრივ რესურსებზეც. რა მდგომარეობაა ამ მხრივ დღეს სატყეო სფეროში? ალბათ არის გარკვეული პრობლემები. როგორ აპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას? რა ახალი მექანიზმების ამოქმედებას გეკმავთ? ანუ როგორი იქნება თქვენი სტრატეგია? კი ბატონო, გეტყვით, სანამ სატყეო სექტორზე ვისაუბრებდე, 2 სიტყვით გეტყვით, რომ გარდა სატყეო სექტორისა, ჩვენ გადმოგვეცა ასევე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი, ანუ ეს ფუნქცია დაუბრუნდა სამინისტროს და ამავე დროს აღდგა ზედამხედველობის დეპარტამენტი, როგორც კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტზე აქვს საუბარი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება სატყეო სექტორს. სატყეო სექტორში ისეთ რომ არის ძალიან დიდი პრობლემები, იმ მეთოდით მართვა, როგორც იმართებოდა ტყის რესურსები, ეს არ არის გამართლებული. ჩვენ გავიარეთ უამრავი კონსულტაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ექსპერტთან. ჩვენ არ ვიცით დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ტყეებში. ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა 90-იანი წლების შემდეგ. ძალიან ბევრ ადგილას ტყეებში, ეს იქნება სამცხე-ჯავახეთი, თბილისის შემოგარენი, კახეთი, უამრავ ადგილას გვაქვს ტყეების ხმობის ნიშნები და ამას აუცილებლად სჭირდება მოვლა პატრონობა და მიხედვა. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტროს ერთის მხრივ ტყესთან მიმართებაში უნდა გაატაროს ესეთი სტრატეგიული ხედვა უნდა ჰქონდეს და მისი კონცეფცია უკვე შემუშავებული გვაქვს, როგორ უნდა ხდებოდეს ტყის სექტორის მართვა, მაგრამ ამის პარალელურად მიმდინარეობს იმ გადაუდებელი ღონისძიებების გატარება, რომელიც არის აუცილებელი, რომ თავიდან ავირიდოთ ძალიან ესეთი ცუდი შედეგები. კონკრეტულად, კი ბატონო, უკვე ბიუჯეტითაც გათვალისწინებულია და დავიწყებთ უკვე ივნისის თვეში ინვენტარიზაციას, ანუ რომ ეს ინვენტარიზაცია საერთოდ საკმაოდ რთული, ხანგრძლივი, შრომატევადი და ძვირი პროცესია, მაგრამ თუ არ დავიწყეთ, ვერასდროს გავაკეთებთ. ამისთვის გამოყოფილია საბიუჯეტო თანხები და ივნისიდან დაიწყება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინვენტარიზაცია. ასევე მოვლა. იგივე სამცხე-ჯავახეთში გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა ტყეების ხმობის და ეს პროცესიც დაწყებულია, რომ ამ ტერიტორიას მივხედოთ. ქალბატონო ხათუნა, და ვინ განახორციელებს ამ მართვას? ამისათვის ალბათ საჭირო გახდება დამატებითი კადრებიც და შესაბამისი სამსახურებისა და დეპარტამენტის შექმნაც. კი ბატონო, რასაკვირველია, სწორედ ამას ემსახურებოდა ეს რეორგანიზაციის პროცესი. კერძოდ, რადგან საუბრობთ ტყეზე, მოგახსენებთ, რომ იმისთვის, რომ ეს ტყის რეფორმა გატარდეს სწორი მიმართულებით და სწორად და კარგად ხდებოდეს ტყის მართვა, ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ დასავლური გამოცდილება და გავაკეთოთ მოწყობა ისე, როგორც ეს არის ევროპის თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში. კერძოდ, გარემოს დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოხდება ფუნქციების გამიჯნა, პოლიტიკის შემუშავებლის და ფიზიკური მართვის ფუნქციების გამიჯნა. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შეიქმნა სატყეო პოლიტიკის სამსახური, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიას, ფუნქციებს, შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც უნდა გაკეთდეს ტყესთან მიმართებაში და ამასთანავე ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ეროვნული სატყეო სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ტყის ფიზიკურ მართვაზე. ეს იქნება მოვლა, აღდგენა, გაშენება, თუ საჭირო ახის დამზადება და ასე შემდეგ, მოსახლეობის უზრუნველყოფა საშეშე მასალით. ანუ ეს ორი სტრუქტურა ერთმანეთთან შეთანხმებულად იმუშავებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებთ კარგ შედეგებს.
გასაგებს. რაც შეეხება ადამიანურ რესურსებს, ჩვენ მინდა გითხრათ, რომ დავამატეთ ფიზიკური დაცვა ვახსენეთ და ეს არის ძალიან აუცილებელი, იმიტომ რომ არსებული მდგომარეობით ერთ რეინჯერზე ხანდახან 20,000 ჰექტარიც კი მოდიოდა გასაკონტროლებლად, რაც არის წარმოუდგენლად დიდი ტერიტორია ერთი ადამიანისთვის. ჩვენ რაც მოვახერხეთ იყო ის, რომ დაახლოებით 250-მდე რეინჯერი ემატება უკვე ამ ახალი სტრუქტურით და ამაზე თუ გნებავთ კონკურსთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ, მაგრამ შეიძლება ესეც არ იყოს საკმარისი და კიდევ საჭირო იყოს უფრო მეტად გაძლიერება ამ სტრუქტურის. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. კურიერის შეკითხვებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე პასუხობდა. კურიერი პირდაპირ